მოგესალმებით, მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. დღეს შემოვედი ასეთი თემით, გაშლა იქნება და რიტუალით. თუ არ ვწდები, ბედობა დღესაც ეძახიან ძველით და ძველით ახალ წელს მოგილოცავთ, გავატანოთ რა იქნება, აბა გავშალოთ ჯერ რა ხდება, რა იქნება, რა წავა, რა მოვა პირად ცხოვრებაში. ანუ თემა იქნება პირადი ცხოვრების განახლებისთვის, ასე ვთქვათ და ახალის დასაწყისისთვის. ეხლა აქ გააქტიურებულია უკვე, აქ უკვე მე ვიმუშავე, გავამზადე, ეს ნაძვისხე გახსოვთ თქვენ. აქ არის ჩემოკარგებო რუნები ამოტიფრული, არ ვიცი როგორ ჩანს, რუნებია ყველგან აქაც ამოტიფრული. აქ არის სერიოზული ბალახები, სერიოზული მცენარეები, დატვირთული. ანუ რაც ხელს შეგიწყობთ და მეც რა თქმა უნდა პირადი ცხოვრების განახლებისთვის და ახალი დასაწყისისთვის. ხო, ეს გირჩები დაგვეხმარება, ესენიც გააქტიურებულია. ეხლა მაგ კარტი მაგი რატოა? იმიტომ რომ თქვენ თვითონ, აი თქვენ ხელშია, ხო, ყველა ადამიანის ხელშია თავისი ბედი და თქვენც რო შეუწყოთ ხელი, თქვენ წინ იქნება ყველაფერი ინსტრუმენტები, ასე დავარქვათ და თქვენ ვერო შეძლოთ უკვე ინდივიდუალურად სხვებს რო არ ელოდოთ, რომ განაახლოთ თქვენი ცხოვრება და დაიწყოთ ახალი. შუთ დურაკ, ესე იგი სულელი, რატო რომ განულდეს ეს ყველაფერი ცუდი, რაც 2024 წელში გქონდათ, არასასიამოვნო, ასევე წარუმატებლობები, ავადმყოფობები, იყო ავარიები, იყო კატასტროფები, იყო წინაღობები, აიყურეთ ეს მთები, კლდეები, ხო, რომ განულდეს და ახალი ნაბიჯებით დაიწყოთ. და ტუზ პენტაკლი აქ დავდევი, ტუზ პენტაკლი, ახალი დასაწყისი, ახალი ნაბიჯები, ახალი გზები, გადაადგილებები, ვიზები, ბილეთები, საბუთები, კრედიტები და რომ ადვილად მოიზიდოთ ფინანსები. და არა მარტო ფინანსები, სიყვარული, ურთიერთობა და აბსოლუტურად ყველაფერი. ანუ დავარქვათ ასე პირადი ცხოვრების განახლებისთვის და ახალის დასაწყისისთვის. ხო, ეხლა აქ წითელი სანთელი, რაც ტაროზე ამოვა, გადავიყვან, ესე იგი, სიყვარულში, ურთიერთობაში. აი წითელი სანთელი ცოტა ესე მოგიბრუნოთ. აჰა, ეხლა ჩანს, აი ურთიერთობაში, მერე ეს თქვენი აურის გაწმენდაში, ცისფერი სანთელი, უკან ჩვეულებრივად თაფლის სანთელი ესეც იმუშავებს გაწმენდა განახლებისთვის და მწვანე ჯანმრთელობა და ფინანსები და რა მინდა გითხრათ, რომ ვამაგრებდით, აქ მუშაობდი, მე ნახეთ, ხო, უკვე ნამუშევარი მაქვს, მოკლედ საყვარლებო, გადატყდა ძირში, მაგრამ მე სხვა რატო არ ავიღე, იმიტომ რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრს გაქვთ პრობლემები, მიწიერი, ესე იგი, ფინანსები, გზები, ჯანმრთელობაზე, ბევრს გაქვთ პრობლემები, ბიჭებო, გოგოებო და ამიტომ მინდა რომ ამ სანთელმა იმუშაოს, ჩემო კარგებო. ხო, რა თქმა უნდა, გველის წელი გვაქვს და გველუკა დაგვეხმარება სიბრძნის შემატებაში, წინსვლაში, ხელს შეგვიწყობს, რიტუალს გააძლიერებს. მოკლედ ძალიან როგორც ყოველთვის ძლიერი რიტუალი იქნება გაშლა. ყველა ჩემ გამომწერს მივესალმები და გთხოვთ
სტუმრებო, გამოიწერეთ ჩემი არხი, მე გახლავართ ნინია, აუცილებლად დაალაიქეთ, ერთი საყვარელი გამომწერი მყავს, სულ წერს, რომ აბა წავიდა ლაიქები და აბა დაალაიქეთ და გაცვალეთ ენერგეტიკების სამყაროსთან, ძალიან საყვარელი ხარ, მინდა გითხრა და მადლობა ამისთვის, რომ წინამძღვრობას მიწევ, ჩემო კარგო. ხო და ყველას დიდ მადლობას გეუბნებით ყველაფრისთვის აბსოლუტურად. დავიწყეთ აბა. ნუ აბა ვნახოთ რა სიტუაციაში ხართ, რა სიტუაციაში შეხვედით. ბიჭები, გოგოები, არა აქვს მნიშვნელობა. გასაგებია რა სიტუაციაში შეხვედით. ამასობაში მე თეთრი სანთლიდან გავააქტიურებ, უყურეთ, ჩვენს ნაძვის ხეს. გავააქტიურებ წითლიდან, რომ სიყვარულში, ურთიერთობაში გაიწმინდოს, გადავიდეს ეს 2005 წელი და ასევე თქვენ დღეს ბედობაა და შეგიძლიათ ჩაიფიქროთ, სურვილი არ გაწყენთ, გენაცვალე. ეს თქვენი აურა, რომ გაიწმინდოს. ეს ფინანსები რო გადატყდა ფინანსები და ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა. და აი ესეც გამწმენდი. რა თქმა უნდა, დაცულები ხართ თქვენც და მეც. და მოკლედ, რა ხდება თქვენს თავს? როგორი გადასვლა, ანუ შესვლა დაარქვით, როგორც გინდათ, უკვე წითელმა სანთელმა დაიწყო წკაპ-წკაპი და აქ, ესე ცოტა მოგიტრიალებთ, აქაც უყურეთ ხოლმე, აქ იმუშავებს თვითონ ძალიან დიდი დატვირთვითაა, ისეთი კარგი სურნელებია აქ, რომ გადმოვა, დარწმუნებული ვარ, ბევრნი იგრძნობთ. მოკლედ, დედოფალი კი ნამდვილად, აი ნახეთ, თან სანთლებს უყურეთ. დედოფალი, ესე მოგიტრიალებთ ცოტა. კვერთხები, ჯანმრთელობა ბევრს გამოგისწორდათ და გამოგისწორდებათ. ასევე გენაცვალე, უფრო მყარად დაჯდებით თქვენს კრესლოში, ასე ვთქვათ, სამეფო ტახტზე, ვინც კარიერა გაქვთ, მუშაობთ, ვისაც ბიზნესი გაქვთ, კარგად გადახვედით, კარგი ნაბიჯი იქნება, კარგი მსვლელობა იქნება. აქ არიან კუროს ნიშნები, აქ არიან გენაცვალე ვერძები, აქ არიან თევზები, მაგრამ თევზებო ცოტა ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ორი აქეთ-იქეთ სუნუცურავთ ერთმანეთთან, მოილაპარაკეთ, მიხვდით, რომ ერთ ნაპირზე გაცუროთ, ერთად იცუროთ. აი, ანუ ეს ნიშნავს, მიმანიშნებელია იმაზეც სამყარო გეუბნებათ, რომ თქვენს პარტნიორთან ერთად ყურადღება მიაქციეთ ამას. გასაგებია, ჯანმრთელობა გიბრუნდებათ, გოგოებო, ბიჭებო, სილამაზე გიბრუნდებათ, წინსვლა იქნება, ვაშლი, ნაყოფი, სიყვარული, კარიერაშიც აუცილებლად იქნება წარმატებები, აქ წითელი ხალიჩაც ამოდის, გენაცვალე, ესე იგი, ცეცხლის ნიშნებიც დაფიქსირდა, ცოტა ცეცხლის ნიშნებო, იცით რა არის, ძალიან ნუიჩქარებთ, ცოტა დაელოდეთ მსვლელობას, გაჩერდით სამყაროს უსმინეთ, დაელოდეთ მსვლელობას. თქვენ რაც გააკეთეთ უკვე, ეხლა მინიშნებებს უსმინეთ სამყაროსგან და ვისაც საბუთები გაქვთ, ან ბავშვებზე გაქვთ რაღაც პრობლემა, ან რაღაცა მოსაგვარებელი, ხო, საბუთებთან დაკავშირებით, მთავრობასთან დაკავშირებით, ხო, ან საბუთები, ანუ
იუსტიცია, სასამართლო, ან შეიძლება მუშაობთ, ხო? დაელოდეთ სიტუაციას, მსვლელობას, თქვენ აღარ გააკეთოთ ისეთი ნაბიჯი, რაც თქვენთვის ხელის შემშლელი იქნება. ასევე ხართ ძლიერი და კარგი მეოჯახეები, ვისაც ეს გინდათ რომ გაიგოთ და დაფასდება, დაინახავენ ოჯახის წევრები თქვენს შრომას, ასევე სისხლით ნათესავები. ხო, აი ნაბიჯებზე ვთქვით და ამოვიდა ნაბიჯები, უყურეთ, კარგი, მყარი ნაბიჯები, ახალი ნაბიჯები, გამოჯამრთელება, ზოგს მოგზაურობაში გაგიმართლებთ, ზოგს ახალ მეგობრებს შეიძენთ, უკვე ცოტა დაფიქრდით იმაზე, რომ აი ნუ მერყევობთ, აი გადაწყვიტეთ სწრაფად, არ იფიქროთ ორი კვირა, შეიძლება ეს მორიელებს ეხება, ამოდის მორიელები აქ, რომ ესე იგი მყარად, ნუ, იმიტომ რომ თქვენს მერე ხო, თქვენს მაგივრად, თქვენ სანამ ორი კვირა იფიქრებთ, რომ რომელი ნაბიჯი გადადგათ, ხო, აქეთ ჯობია თუ იქეთ, ხო, გზაჯვარედინზე, ამასობაში, ხო, სხვა გააკეთებს ამ მსვლელობას, სხვას მიეცემა სამყაროსგან, ცოტა მალე იმოქმედეთ მორიელებო. ხო, იქნება ახალი შეხვედრები, იქნება, რა თქმა უნდა, ეს უკვე ეს წინაღობები, კლდეები, რომ გიშლიდათ ხელს და გეჩვენებოდათ ბევრს, გონება გქონდათ არეული, დაგილაგდებათ გენაცვალე და მიხვდებით, საით უნდა წახვიდეთ, რა ნაბიჯი უნდა გადადგათ, ვისთან როგორ უნდა ილაპარაკოთ, ვისთან უნდა შეხვედრა აწარმოოთ, ვისთან არა, მიხვდით და ფერებში დაინახავთ, ასევე ჰაერიდან, ანუ ინტერნეტის საშუალებითაც, ვინც ინტერნეტით მუშაობთ, ხო, თვალი ადევნეთ ინფორმაციას, სერიოზული მესიჯი მოვა და ამას ამბობს კიდე ტარო, რომ ესე იგი, ვინც ელოდებით, რომ და SMS-ებს გზავნით, ან მეილებს გზავნით, არ ვიცი ახლა შვილებს ეხება, სამსახურს ეხება, თქვენ თვითონვე იცით ხომ, ესე იგი, აი მომავლისკენ ჩამოიღვენთა, ჩემი მხარე აქეთ კამერა აჩვენებს, შეიძლება მარცხნივ და მე მარჯვნივ გეუბნებით, მომავლისკენ ჩამოიღვენთა და წითელმა დაიწყაპუნა. ესე იგი, მომავალში ჩაკეტილი გქონდათ ბევრს თქვენგანს ურთიერთობა და მამაკაცის ორგანო დაფიქსირდა. ჩაკეტილი იყო ურთიერთობა და რომ მომავალში არ გქონდეთ წინსვლა, მიხვდით, რომ არ გქონდეთ წინსვლა. ახლა დაეწვეთება, უცებ განახებთ, აი მიმდინარეობს მომავლისკენ მუშაობა, ეს კარგია, ჩაკეტილი გქონდათ. იმუშაოს ასე. აუცილებლად იქნება წაიკითხავენ იმ SMS, იმ მესიჯს, წვდომა იქნება და იქნება განვითარება. ასევე თუ ვინმე დაიღუპა ვიზიარებ, ამოდის ესეც, მაგრამ ამოდის რომ წარსულიდან რაც გასაიდუმლოებული იყო, რაზეც შიში გქონდათ თქვენ, ხო? გამოვა არ გამოვა, ხო? ის აუცილებლად ესე იგი დაფარული, დამალული გააღებს კარებს თქვენ ცხოვრებაში და დაინახავთ პირდაპირ ვინ რას აკეთებდა. შეიძლება მტერმაც იჩინოს თავი ისეთმა, რომ არ ელოდით, მიხვდით და აუცილებლად გაიხსნება დახურული სასახლის თავი, ესე იგი გამოჩნდება, ნახეთ, გამჭვირვალეობაა, მიხვდით? ასევე გამჭვირვალეობა იქნება თქვენს ჯანმრთელობაზე, ნახეთ როგორი ყვავილებია, ასევე საიდუმლოებაზე, თქვენს ჩანაფიქრზე, რაც დიდი ხნის ასრულებას ეწადებით, რომ ასრულდეს, ამიტომ ტაროც ამტკიცებს, რომ მე სწორედ თქვი, ჩაიფიქრეთ დღეს სურვილი, რომ კარგი რაღაცეები დაგებედოთ. გასაგებია. ან არ შეშინდეთ, მოკლედ გაატანეთ, დატოვეთ 2024 წელში და 2025 წელს, ესე იგი გამჭვირვალეობა უნდა, გამჭვირვალეობა, მიხვდით, ყველაფერში გექნებათ გამჭვირვალეობა და ზუსტად აი ტარო ლაპარაკობს იმაზე, რაც მინდა
დავარქვა გაშლა რიტუალს, ანუ პირადი ცხოვრების განახლებისთვის და ახალის დასაწყისისთვის. გასაგებია, მადლობა. ეს როგორ შეხვედით? ეხლა მაინტერესებს ეს გოგოებს და ბიჭებსაც ეხება. ეს განახლება. ეხლა აბა დასაწყისი მაინტერესებს, დასაწყისი, აბა როგორი დასაწყისი ექნება 2025 წელს. ой, მომავალ, ესე იგი, აქეთ, ესე იგი, აი ესე მოგიბრუნებთ, აი უცებ განახებთ, უყურეთ როგორ არის, ნახეთ. აი, ხედავთ? აი ნეგატივი. ეს მომავალშია, რაც გქონდათ ჩაკეტილი ყველაფერი, ნეკრომიწებებები, სუშნასწები, ლარვები არის დამოკიდებულება სასმელზე, თამაშზე და ასეთ არასასიამოვნო თემებზე, ნარკოტიკზეც. უკაცრავად ნეგატივია. ხო, დახმარება გექნებათ ადამიანებისგან, მანდილოსნებო თქვენს ქალისგან ან ორი ქალებისგან, შერიგება იქნება, მოლაპარაკება იქნება, მამაკაცებო თქვენც ასევე, მე აქ სულიერებაზე ვკითხულობ, ანუ დახმარება იქნება ერთმანეთის, ან რეკომენდაციებს გაუწევთ ერთმანეთს, მორიგება იქნება, მიხვდით? აი თქვენ ხო გადაათამაშეთ თქვენ ანუ გახვალთ იმ არკაში, სადაც აქამდე გეგონათ, რომ ის თქვენთვის შეუძლებელი იყო, თუნდაც ცხოვრების ახალი ნაბიჯები, ცხოვრების ახალი არკა, იმიტომ რომ ნახეთ, აქ დიდხანს არის საუბრობთ, ერთმანეთს დაეხმარებით და გახვალთ, გზა გახსნილი გაქვთ უკან, გახსნილი გაქვთ და იქნება მყარი იმუნიტეტი გექნებათ აუცილებლად და ბარაკა და დოვლათი მოდის ძალიან კარგი, კიდევ რა ხდება აბა ახალი დასაწყისი. ესე იგი რაც გეგონათ, რომ სურვილები გქონდათ ჩაფიქრებული, დასახული მიზნები, თქვენს ჯანმრთელობაზე, თქვენს სილამაზეზე, ასევე მაგიაში შეიძლება რიტუალებსაც აკეთებთ, ან უყურებთ და ყინულის დედოფალი გიშლიდათ ხელს, ხო? ეს ყინულის დედოფალი გამოაშკარავდება და გაიგებთ, ვინ არის თქვენი მტერი, სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, ეს თქვენ გადაწყვიტეთ მერე და იქნება გენაც თქვენი ჯანმრთელობა გაუმჯობესდება, გაიწმინდება. ეს ნეგატივი ხო, ყველაფერი გაიყინება და წარსულს ჩაბარდება. მიხვდით? აი აქაც უყურეთ, მარტოობა, ვინც მარტო ხართ, ხო, ან მიტოვებული, ან განმარტოვებული, ხო? აი ეს წავა, აი ეს გაყინულობა, აი ეს გაციება, აი ეს ჩხუბები, წაჩხუბებები, არა აქვს მნიშვნელობა ვისთან, ხო, შეიძლება დედამთილთან, შეიძლება შეყვარებულთან, ცოლთან, ქმართან, შვილთან. აი ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, უკვე ახალი დასაწყისი იქნება, გოგოებო, ბიჭებო. ესე იგი, აქეთ ერთი ჩამოიღვენთ წარსულში და სულ მომავალში იღვენთება, იმუშაოს, მერე გაჩვენებთ ხოლმე. ასევე აქ რამოდენიმე პროცენტს, ესე იგი, მირბოდით, მაგრამ სად მირბოდით, გოგოებო, ბიჭებო, ბევრს თქვენ თვითონ ვერ გაგეგოთ, იცით? აქ გეხმარებიან ტყის სულები, გეხმარებიან აქ სოკოებია, ლოკოკინა, ესე იგი მაგიური, ეს კარტი მაგიც გეხმარებათ, ტარო, ესე იგი ვინც კუს მე მაქვს რიტუალი, ეს მიმანიშნებელია, რომ კუს ნაბიჯები ვწმინდავ და აუცილებლად ეს წუთი აქ მეორეც იწვება და ეს არ მინდა რომ დაიწვას. აჰა. სიმშვიდეზე გქონდათ ნეგატივი და ნახეთ ირემი კინაღამ დაიწვა იქეთ. ხო ეს გამოვწევ.
კუს ნაბიჯები მაქვს მე რიტუალი ამოსქროლეთ მეკითხებიან ხოლმე აი ნინია ეს სად არის მე ვერ მოგიძებნით ჩემოკარგებო არავის არ გეწყინოთ ყველა ჩემი ვიდეო როგორც კი ჩართავთ იმ წუთიდან რეზონირდება თქვენთვის ინდივიდუალურად და ვინც გამოისყიდით ხო საერთოდ რეზონირდება და რეზონირდება 96% მაინც ჩემი ძალებით და უფლის დახმარებით და კუს ნაბიჯები ამოსქროლეთ ხოლმე ვიდეოები ნუ გეზარებათ ხო მე ხوار გავაკეთებ თქვენს მაგივრად და მე არ მაქვს იმის დრო ნამდვილად არ მაქვს რომ თქვენს ლინკები ჩაგიგდოთ ხო აი კუს ნაბიჯები უყურეთ რიტუალს კუს ნაბიჯები გაიწმინდეთ და უყურეთ ესე იგი ეს რას ნიშნავს ვიღაცა გეთამაშებოდათ, ვიღაცა გატყუებდათ, ვიღაცა თითქოს აი მოქმედებდა თქვენს თავზე, ტვინზე, რომ აი ვამპირივით რო გწოვდათ სისხლს და აი იმის ნათქვამი გჯეროდათ, ხო? ეხა გამოჩნდება ეს ადამიანი მოხვალთ აზრზე, ქურდი ვინც იყო, ქურდი თქვენი ცხოვრების შეიძლება ენერგიის, სიყვარულის, თქვენი დროის, ხო? ის ადამიანი გამოჩნდება და შეიძლება გაუშვათ კიდეც ძველი ადამიანი მიდის და ეს ცუდი არ იქნება ტოქსიკური ადამიანი წავა თქვენი ცხოვრებიდან ძალიან კარგი აბა სიყვარულში როგორ იქნებით გოგოებო ბიჭებო ახალი ნაბიჯები პირადი განახლებისთვის და პირდაპირ ამოვიდა გვისმენს სამყარო გვისმენს აი თქვი ტოქსიკური ურთიერთობა დაფიქსირდა თან კუბოს ქვეშ ესეც აგიხსნით აი ეხლავე იცით რა არის შეიძლება აქ გაურება ცოტა თევზებს აქვთ გაურება კიდე ვერძებს აქვთ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მორიელებს და ჰაერის ნიშნებს ესე იგი ვერ გაგირკვევიათ რა თქვენი სილუეტი ხო ესე იგი თქვენ როგორ ამოდის იცი გაორმაგებული კი არა გასამაგებულია ბევრს შეიძლება ბევრი პაკლონიკი ყავთ შეიძლება რამოდენიმე მამაკაცთან მანდილოსანს მოწონხართ ბიჭებო თქვენს გეხებათ ან თქვენ გაიცანით რამოდენიმე მანდილოსანს ესაუბრებით და ვერ ამოგირჩევიათ ხო და გოგოებო ჯერ თქვენზე ვიტყვი რომ ხართ ლამაზები მომხიბლელები ზოგ ვარიანტში კარგი დედაც ხართ აი ბავშვი გიჭირავთ, ვისაც ბავშვი გინდათ აუცილებლად იქნება, მაქვს მე რიტუალი და საორსულო და უყურეთ, მიიშველეთ, სიყვარული განახლდება, წინსვლა გექნებათ, აი რამ ახალი სიყვარული მოდის, ან შერიგება მოდის, გოგოებო, ბიჭებო, კიდე აქტებს სათამაშოები, კიდე ესე იგი შენაძენია ბავშვების, ან შვილიშვილებთან დაახლოება, მოკლედ კარგი ტაროა ძალიან, აი ნამდვილად ესე იგი ჯანმრთელობამ დაიტკაცუნა გამოჯანმრთელება იმის განახლება და გამოჯანმრთელება თქვენი ურთიერთობის გოგოებო ბიჭებო აუცილებლად იქნება შეხვედრა იქნება დაპატიჟება შეიძლება ყავაზე რა ვიცი პატარა კონიაკზე ასე შემდეგ მოწრუპოთ გაერთოთ აქ კურო კი არა და კირჩხიბიც დაფიქსირდა და ხო აი კურო მიაქციეთ ყურადღება კირჩხიბებო მთვარე კი კურირებთ თქვენ მაგრამ მთლად ნუ შეხვალთ ნუ შეტოპავთ ემოციებში ნუ შეხვალთ მიხვდით შეიძლება რაღაცაში დაზიანდეთ იმიტომ რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ და ეს თქვენ უფრო იცით გადაათამაშეთ თქვენს თავზე ხო კიდე აბა სიყვარულში ვნახოთ რა თქმა უნდა ტუზი თასები გენაცვალ
გენაცვალე ახალი ნაბიჯები, ახალი ურთიერთობები, ახალი ემოციები, ახალი გაცურვა, ნაპირები, ახალი ნაპირების დანახვა, ვინც ეძებდით ხო ურთიერთობაში, კარონა თავზე, გამარჯვება, გახარება, აი ყველაფერი კარგი მოკლედ რა, ძალიან კარგი ურთიერთობა გელოდებათ სიყვარულში ბიჭებო და გოგოებო, აი ძალიან კარგი. და აქ ნახეთ, მე აქ თქვი რომ კურს ნაბიჯებით მეთქი და წავა პიროვნება მეთქი, დაინახავთ მეთქი ხო? ასევე ეს დაჯდა სასახლის ფეხებში, ესე იგი გამოაშკარავდება ბევრი რაღაცა, ვინც და რაც გიშლიდათ ხელს ურთიერთობაში, პირადი ცხოვრების განახლებაში და ახალის დასაწყისისთვის, ასევე ურთიერთობაში. აქ გენაცვალე ნამდვილად ვიღაცას აქვს ტოქსიკური ურთიერთობა, ეს ურთიერთობა დამთავრდება, რაოდენ საკვირველიც არ იყოს, იმიტომ რომ თქვენ თვითონვე ამოგივათ რამოდენიმე პროცენტს ყელში, ასე ვთქვათ, ასე დავარქვათ და ადამიანი, რომელიც ესე იგი არ აღიარებს და ესეთი ადამიანი ჩანს, რომ სულ ყოველთვის ესე იგი მარტო თვითონ არის მართალი და ყველა მსოფლიოში მის ირგვლივ ქალი ან კაციანად დამნაშავეა. მიხვდით? აქ იყო ძალიან ხელით შეხება, აქ იყო ტოქსიკურობა, ანუ ან თქვენ გააგდეთ, ან თქვენ გითხრათ წადითო და აქ ქალი იყო ჩარეული, ქალი იყო ჩარეული სიყვარულში, გოგოებო, ბიჭებო, აი ესეთი სიტუაცია გააქვთ კარგი, გასაგებია. აბა ვნახოთ ერთიც. თან სანთლებს უყურეთ, მეგობრებო, სანთლებს უყურეთ. ეხლა მე ამოვყრი როგორ იცით, აი ძველი სიყვარული, ძველი პიროვნება, გოგოებო, ბიჭებო. თუ მერე ახალი, აი ამოვყრი ახლა, რას გვეტყვის, ხო, თქვენთან ერთად, თქვენს წინაშე. არა, აი თქვი ტოქსიკური ურთიერთობა, ხმლები გენაცვალე, ეს პაჟი ამოვიდა, სულ ესე იგი კონფლიქტი, უსიამოვნება და ასე შემდეგ. აი ძალიან ცუდი სიტუაცია მოდის, მოკლედ მინდა გითხრათ, აქ მირეკავენ მე და უნდა გავთიშო კონფლიქტები და ასე შემდეგ. აი სულ ჩხუბი გააქვთ, სულ შეუთანხმებლობა გააქვთ, სულ ესე იგი შეეყრებით, გაეყრებით ერთმანეთს, არასასიამოვნო სიტუაციები ამოდის და რა თქმა უნდა, პენტაგრამა ამობრუნებული, ძალიან უსიამოვნო სიტუაცია ამოდის აქ, ძალიან მინდა გითხრათ. და იქნება აქ, ესე იგი, ნამდვილად მაგია გაკეთებული და მაგიის მეშვეობით არის წაყვანილი ან ქალი, ან კაცი. და რა თქმა უნდა, ესე იგი იქნება ახალი ინფორმაცია, იქნება დახმარება, იქნება ესე იგი გამოვა სიტუაცია, რაც ხელს გიშლიდათ, დაინახავთ ეს გასაიდუმლოებული, ხო? თქვენი თავი გაიწმინდება, მარიამ ღვთისმშობელი გეხმარებათ ამაში, მიხვდით? გასაგებია. აბა ვნახოთ ახლა ახალი ურთიერთობა.
კი, მამაკაციც მოდის და აი ვისაც გინდათ ახალი ურთიერთობაში შესვლა, ორივეგან გამოგივათ, ბიჭებსაც და გოგოებსაც. და აქ ერთი ქალი ამოდის წარსულიდან ხელის შემშლელი ფაქტორი. შეიძლება ვინმე მტერი გააქტიურდეს და არ შეგეშინდეთ რიტუალებით გაიწმინდეთ ურთიერთობა მეგობრებო. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. ხო, ეხლა მინდა ვნახო აი როგორ ალაპარაკდნენ სანთლები. ეხლა მინდა ვნახო თქვენი ჩანაფიქრი. რაც ჩაიფიქრეთ, აბა, რამდენად მალე ასრულდება, ან რა ხდება. უი, ძალიან მალე ასრულდება. ანუ ეს სიტუაცია პირდაპირ ტუზი პენტაკლი, სიმდიდრე, სიუხვე, ბარაკა, აი აქაც ხო ტუზ პენტაკლი მიდევს მე რა დამთხვევაა ხალხნო, ორი ტუზ პენტაკლი ამოვიდა. ძალიან დიდი წარმატებები, ძალიან დიდი გარღვევები, აი ყველაფერში აბსოლუტურად რაც ჩაიფიქრეთ, ნელ-ნელა აი დაიწვა. ხედავთ, გითხარით ფინანსებზე გაქვთ, იმიტომ გადატყდა, გაკეთებული, ხელი დამეწვა. ყველაფერი იქნება წინსვლა, 7-იანი კვერთხები უკვე აი ადგებით ფეხზე და ცხოვრებისთვის დაიწყებთ ბრძოლას, ახალი ნაბიჯები, მიხვდით თქვენი სიცოცხლისთვის რომ გადადგათ ახალი ნაბიჯები, ახალი დასაწყისები, ძალიან კარგი, ვისაც რაში გესაჭიროებათ, მიხვდით და აუცილებლად აი კარტები, ესე იგი გამეორდა ტუზი პენტაკლებიც და დურაკიც, ესე იგი იმას ნიშნავს სამყარო გველაპარაკება, რომ აქ 1000%-იანია, რაც ვისაუბრეთ და რაც ამოვიდა. განახლება, პირადი ცხოვრების განახლება იწყება და ახალის დასაწყისია გენაცვალე ყველაფერში. და მაინტერესებს ახლა აბა დარიგება, აბა გოგოებო, ბიჭებო. გაცურეთ, ესე იგი თქვენ სურვილზე რა, გაცურეთ, სწორ გზაზე მიდიხართ, მაგრამ ნეგატივის გაწმენდა არ დაგავიწყდეთ. აქ შეიძლება ფანტომს რო ეძახიან ანგელოზი, დამხმარე ადამიანის დახმარებით შეცუროთ, გაცუროთ ნაპირზე, მზე თქვენს თავზეა, სწორ გზაზე მიდიხართ. და უფალი და სამყარო და ბუნება დაგეხმარებათ და კიდე ადამიანი დაგეხმარებათ, მოგიჩენენ, მიგახვედრებენ, სადაც გინდათ, როგორც გინდათ და განიწმინდებით და კიდე გაიწმინდეთ, ამას გეუბნებათ. დიდი მადლობა. ხო, ეხლა გენაცვალე, მინდა რომ აი ამას უყუროთ. აი ეს შემოგიტრიალებთ ცოტა ხანი. აი ესე უყურეთ. მე აქა ვარ, არსად არ მივდივარ. ცოტა ხანი უყურეთ. თქვენს ჩანაფიქრზე, თქვენს სურვილებზე, აი ამაზე უყურეთ.
უყურეთ მეგობრებო, უყურეთ. ასწორებ რაღაცას. უყურეთ მეგობრებო, აქა ვარ მე. რომ გამოისწოროთ პირადი ცხოვრება და ახალი დაიწყოთ. ცოტა ხანი მაინც უყურეთ, რომ ესე ჩაიწვას. კარგად მუშაობს ჯერჯერობით. კარგად მუშაობს.
ახლა ჩაიწובה ეს, აქ ავარ მეგობრებო მე, არ ინერვიულით, აქ ავარ. ალბათ ლიან იმას ვერ დაელოდებით, ხო? აქ რამდენი დროა გასული? 41. მე რამოდენიმე წუთიც კიდე და მე თავარია აი ესენი ჩაიწვას, აი ესენი მინდა რომ ჩაიწვას. რომ უყუროთ კარგად, მიხვდით? რომ ჩაიწვას ესენი. ნახეთ როგორ მუშაობს. ეს წარსულში იმდენად ბევრს არაფერი და მომავლისკენ ნახეთ, მოიცადე? წუთი რაღაცა ვერა, ხო? არ შვება. აი ესე რო ვქნა. აი რაღაც ცოტა გამოჩნდა სავით. მოკლედ აი აქ გაქვთ, აი ნახეთ რამდენი ცუდი, აი ესე მოდის მომავლისკენ, ესე იგი რომ არ გქონდეთ ბედნიერება. და მე ხლა აი ესე ვიზავ, ჩემო კარგებო, რომ გავხსნა ეს თქვენი ბედნიერება. ყურეთ. გოგოებო, ბიჭებო. რომ წავიდეს თქვენი ნეგატივი და 2024 წელს ჩაბარდეს და ნახეთ როგორ იმაშრება ფეთქავს აქეთ-იქეთ ისვრის რომ წავიდეს, ნახეთ არ შვება. ესე იგი აალება, ნახეთ და სანთელს არ ეკიდება, მიხვდით? ესე იგი რამდენს არ უნდა ან გაბედულობა არ ყოფნით ბევრს რომ გადადგათ ნაბიჯი, ან კიდევ ნახეთ აი აქ ეხა მაიმუნობენ ბოროტი ძალები და იმიტომ ესე იგი ნახეთ ისვრის და სანთელი არ ეწვეთება, ეხა დაიწყო ცოტა. ნახეთ რას ნახეთ რეები ხდება. ნახეთ აალება ჭირს, აალება და არ იწვის, სანთელი არ იწვის მეგობრებო. ოი, ნახეთ რეები ხდება. რომ წავიდეს თქვენი ნეგატივი, დაიწვას, გაქრეს. იმათ დაუბრუნდეს ვისაიდანაც მოგივიდათ. ჩემი რიტუალები მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის მაქვს, მინდა იცოდეთ, ამიტომ გამოიწერეთ არხი. და ერთი რამე მინდა ვთქვა, აქ ვიღაცას, ესე იგი, არის მაქვს მე რიტუალი მტრებზე, ჯოჯოხეთის ცეცხლი თუ რაღაცა ესეთი ქვია, ანუ ბევრი რამდენია მაქვს, ხო, უკვე თუ არ დავხედე ხოლმე ვეღარ ვიმახსოვრებ და მოკლედ აქო ბავშვებიც დაიწყევლაო და მე მიწერე თქვენ როგორ ხართ მეთქი, კარგად ხართ მეთქი და კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა ჩემო კარგო და თუ აქ სამაიმუნოდ შემოხვედი და პროვოკატორი ხარ, ძალიან გთხოვ, გადი არხიდან რა. ან კიდე კარგად მოусმინე რიტუალს და კარგად მე არსად არ ვაბრუნებ, არსად აბა ერთი ჩემ გამომწერებს კითხეთ, თუ ვინმეს გაუგია რომ ნინია ბავშვებზე ნადირობს, ნინია პირიქით არ მიყვარს რომ ბავშვებს ეხებიან. და სამწუხაროდ მე იმას ვამბობ ყველა რიტუალში რომ ამას ჩვენ ვერ განვაგებთ მერე სამყარო და უფლის ძალები და ანგელოზები ვის დაუბრუნებს როგორ სამწუხაროდ ზოგზე შვილებზე არ ტყავს მე ამას გულისხმობ და ყურები კარგად გამოიწმინდეთ ვისაც ეს ეხება და
ნუ ხართ პროვოკატორი, ნუ ხართ პროვოკატორი. წადით და სხვა არხზე იმაიმუნეთ. მეგობრებო, ნახეთ როგორი ნეგატივია, ზოგს ესე იგი წარსულიდან გამოსვლა გიჭირთ, მეგობრებო, აალება ჭირს, აალება, მიხვდით და არ იწვის სანთელი. ჩვეულებრივი თაფლის სანთელია, ხო? არ ეკიდება, ნახეთ მეგობრებო, არ ეკიდება. არ ეკიდება, რომ ესე იგი სანთელზე დავაღვენთო, მიხვდი? იმასე, სანთელზე კი არა, ბალახზე რო დავაღვენთო, აი ხა ცოტა წავიდა მუშაობა. საიდანაც მოვიდა ნეგატივი, აი იქ გავუშვებ, თქვენ არ ინერვიულოთ. ამ რიტუალზე გამოსასყიდი არაფერია, მაგრამ თუ ვინმეს გინდათ რომ რეზონირდეს, თუ საშუალება გექნებათ, 2 ლარი დარიცხეთ. ლარი დარიცხეთ. რომ პირადი ცხოვრების განახლება მოხდეს და ახალის დასაწყისი მოხდეს. ასეა დაპროგრამებული ეს ჩემი აი ეს ნაძვისხე გენაცვალე. ასე მაქვს დაპროგრამებული რუნებით. მადლობა რუნის წყობას, რუნის სულს, მადლობა რომ ასე დაგვეხმარა, რომ ასე დაგვეხმარა. და მინდა ახლა მე კიდე აი ამით ხელი დამწვა, ესე იგი რამდენად არ შვება ჯერ გაცივდეს არა უშავს, ხელი დამწვა მეგობრებო, ნახეთ აი წერტილები. ვამბობ რა, გეშინიათ, ბევრს გეშინიათ ნაბიჯის გადადგმა, ეს უნდა მოვიშორო უკაცრავად. დამწვა, აქ ვიღაცა ხალი ისე ბრაზობს, უი, აი ზლოი რო იტყვიან რა, ისე დამწვა, ნახეთ, ხელი თითები დამწვა მეგობრებო. ესე იგი წარსულიდან ვამბობ, რომ ჩასაფრებული ყავთ, ბევრს ჩასაფრებული ყავთ, მიხვდით? ეს შეიძლება იყოს შინაურიც, არ გამოვრიცხავ არც ამას. და ეხლა უკან წაუვა ეს ყველაფერი და თქვენ კიდე ცხოვრებაში წინ რო გადადგათ ნაბიჯები, აი ამაში ეს შავი თაფლის სანთელი დაგვეხმარება და დაგეხმარებათ. ნახეთ, აქაც როგორ ჩამოვიდა, მე განახებთ, სანამ გავთიშავ. აბა ეს სანთელი როგორ იმუშავებს? ნუ ესეც მიდის, ნახეთ, აალება ჭირს, აალება პირიქით რომ მოეკიდოს სანთელს, თვითონ ამ თაფლის სანთელს მოეკიდოს, თვითონ სანთელს და მარტო ფითილი იწვის, ნახეთ, ისევ, აი უყურეთ როგორ იწვის, მარტო ფითილი იწვის და არ ეკიდება. მიხვდით? არ უნდა. მაგრამ ამის ნება, უფლის დახმარებით, ანგელოზების დახმარებით, სამყაროს დახმარებით, ჩემი ძალების და წინაპრების დახმარებით. გთხოვ, აი აქ ყველაფერი, ჩემი მაყურებლები, ჩემი გამომწერები, მხოლოდ და მხოლოდ. აი, გავარღვიეთ, აქ გეუნებით ძალიან დამეწვა თითები. ესე იგი, ხალი ბრაზობს და წარსულის კაცი კიდე წინა ურთიერთობაში. როგორ ისკრებს ისვრის წინა ურთიერთობიდან, ან ყოფილი ქმარი, ყოფილი მეგობარი, კაცი, აი ესე ამოდის და ძალიან გაბრაზებული ტოქსიკური ადამიანი, რომ ესე იგი ვეღარ ჭამს თქვენ ენერგიებს, ვეღარ იკვებება თქვენი ძალებით, მიხვდით? აბა, ეხლა ხო თვითონ თავის ძალებზე მოუწევთ მუშაობა და ეს ვის აწყობს? ეს არავის არ უყვარს. მიხვდით? ნახე რა ეფშვება, ნახეთ. იქეთ მიდი, ნახეთ, კაუჭი გაქვთ გამოდებული, მეგობრებო, კაუჭი. კაუჭი გაქვთ გამოდებული და ჩაქრა. ნუ აქ სიკვდილზეც არის გაკეთებული. კიდე ჩაქრა, კი, ნამდვილად გაქვთ აქ სიკვდილზე ოპა, სამჯერ. სიკვდილზე გაქვთ გაკეთებული. მეგობრებო, ნუ რა არის ეს? გოგოებო, ბიჭებო, დაიწყეთ ჩემი რიტუალების ყურება, ან პირადად რომ მოიხსნათ. ნახეთ, რეები ხდება.
სანთელს გიქრობენ მეგობრებო, სანთელს გიქრობენ და არ ეღვენთება. ნახეთ რეები ხდება მეგობრებო, ეს არ არის კარგი, არ არის კარგი. ეს არ არის კარგი. წმინდავ ყველა ნეგატივს აბსოლუტურად და აქ მე უკანაც გავუშვებ ახლა იმას, იმ ნეგატივს, მცირეს, იმიტომ რომ ეს სხვა რიტუალია, აქ მე სიკვდილზე არ ავხსნი ხო, მაგრამ დაფიქსირდა, ნახეთ, კუბო რო ამოვიდა, შიშები, აი რომ გიყარაულდებიან, აი ესეთი ადამიანები წარსულიდან, ქალი, კაცი, არა აქვს მნიშვნელობა, შვილებზე რო ნადირობენ, ამას აი ესეთი ადამიანებიც კი, აი ამას ყველაფერს ვანეიტრალებ, აქ ხა არ მოიხსნება, მაგრამ ვანეიტრალებ, რომ ხელის შემშლელი ადამიანები, ეს ტოქსიკური ეშმაკის მოციქულები ხო, წავიდნენ თქვენი ცხოვრებიდან, გოგოებო, ბიჭებო. წავიდნენ თქვენი ცხოვრებიდან, ეს მაძუნგალები ესენი. გაბრაზდა, კი, ნამდვილად. ეშმაკებო, დემონებო, მოიცელეთ. გადით აქედან, არავის არ დაუპატიჟი ხართ ამ რიტუალზე მით უმეტეს. ამოსქროლეთ რიტუალები, მან ზურგზე მოხსნის ჯადოები მაქვს, 7 სრიანი მარიამ ღვთისმშობლის დემონებისგან გასათავისუფლებლად მაქვს, შვილების წმენდა მაქვს, კიდე ამოსქროლეთ რა, ნინია ხო ვერ მოგიძებნით ხალხნო ყველაფერს და გაინეიტრალეთ, გამოისწორეთ ცხოვრება. წავიდეს ეს მოციქულები მარჯვენა მხარეს. ესე იგი მარცხენა სუფთაა და თქვენი მომავალი, ესე იგი დემონებს უჭირავს ბევრს, რომ ოჯახიანად, შვილებიანად მარტო თუ ხართ, რომ ესე იგი დაგიმონოთ, მიხვდით? დაგიმონოთ. აი ესეთი სიტუაცია ამოდის, გოგოებო, ბიჭებო. შიშზეა კიდე, ამოსქროლეთ ქვევიდან, ყველა რიტუალი მაშინ გააქტიურდება, მაშინ იწყებს მუშაობას, როცა არ უნდა ჩართოთ. ნახეთ რა ხელამტერი გველი. როცა არ უნდა ჩართოთ, მაშინ გააქტიურდება, მეგობრებო, რო იცოდეთ. ესე იგი მარტო მარჯვნივ მუშაობს, მარცხნივ. მომავალი რო არ გქონდეთ, აი მოწყდა გველი და ჩაქრა ეს შემთხვევით. უყურეთ რა. მე აქ უკვე დამშვიდობება მინდოდა, მაგრამ რა უნდა დაგემშვიდობოთ, ნახეთ რეები ხდება. ეს გაწმინდავს, ნეგატივს მოაშორებს, რომ მომავალში გადადგათ ნაბიჯები, რომ განახლებული ცხოვრება დაიწყოთ და აღლისთვის რომ ესე მდგრად და კარგად და ახალი შემართებით რომ დაიწყოთ ცხოვრება, მიხვდით? აი ამას ვაკეთებ ახლა მე. მეგობრებო. და უკან გაბრუნდება ყველაფერი, რაც ესე იგი ჩემს გამომწერებზე, მანდილოსნებზე და მამაკაცებზე არის გაკეთებული, ყველაფერი ესე იგი უკანაც აინთო, ზურგს უკან მომავალი და ზურგს უკან ესე იგი დაფიქსირდა აქ გენაცვალე, ზურგს უკან აბა ლაპარაკობენ და ძირს გითხრიან მეგობრებო, ზურგს უკანაც კი ძირს გითხრიან. წავიდეს ყველაფერი დემონური, სატანური გაყვეს 2024 წელს და 2025 წელი ყოფილიყოს ჩემთვის და ჩემი გამომწერებისთვის და კეთილის მოსურნე ხალხისთვის, ვინც კეთილი მოსურნე ხალხია ჩემი გამომწერები, იმათთვის, რომ განახლდეს ცხოვრება, რომ აღარ შეგეშინდეთ. შავი მაგიის მოხსნაც მაქვს, მიეწება, ხედავთ, ოპა.
შავი მაგიის მოხსნაც მაქვს მე გენაცვალე და უყურეთ ყველაფერი არის და ეხა კიდე გამზადებული გაქვთ მეგობრებო და ნუ დაგეზარებათ ხოლმე რა თხოვნა მექნება მოძებნოთ ხო მე არ მაქვს იმდენი დრო აქ უსასრულობა დაფიქსირდა მწვანე ნაძვის ხეში ესე იგი უსასრულოდ რომ გაკვანძული ხართ და არაფერი არ გამოგივიდეთ აი ამ ნეგატივს უხსნი რომ ესე იგი თქვენი ჩანაფიქრი რომელსაც ელოდებით დიდი ხანია ნუ თუ 2 წელზე მეტია კაცი და 1 წელზე მეტია წასული იმის მოbrunების აზრი არ არის აი ბუმერანგი წავიდა ხედავთ ხო ფეხს აი ბუმერანგი გავუშვი ძალიან კარგი მე აქ ბუმერანგით არ ვაპირებდი მაგრამ დაგჭირდა ამიტომ მაგია ესეთია რომ არასოდეს არ ვიცი როგორ განვითარდება თუნდაც გაშლები და თუნდაც რიტუალები აქ ღუზაც დაფიქსირდა, აი ღუზა, ნახეთ, ღუზა და აქ გზაჯვარედინზე იყო გაკეთებული რაღაცეები, გენაცვალე, აი ესეც მოიხსნება. ნუ ეხა აქ სუნთლად არ მოიხსნება, იმიტომ რომ მე სხვა რიტუალი მაქვს და გაშლა, ხო, დღეს. მაგრამ ესე იგი მარცხენა მხარეს სულ მყარად არის, მყარად ხედავთ როგორ არიღვენთება თუ არ მივეხმარე რომ ესე იგი ან თქვენ არ უშვებთ წარსულს, აი კარგად მომისმინეთ მეგობრებო, ან თქვენ არ გინდათ წარსული გაუშვათ, იმიტომ რომ ლოგიკურია რომ ესე იგი თუ წარსული არ გაუშვით ნებისმიერი ცხოვრების ნებისმიერ სფეროს გულისხმობ ხო ისე მომავალს ვერ აწყობთ აი სანთელმაც წკაპო შური ნეგატივი ყველაფერი წავიდეს თქვენი ცხოვრებიდან თქვენი წარსულიდან და მომავალში უფალს ვთხოვ დაგეხმაროთ და შეხვიდეთ მხნეთ და შიშის გარეშე რომ შეხვიდეთ აი ამას ვთხოვ უფალს სამყაროს არხანგელებს არხანგელ მიხაელს არხანგელ გაბრიელს და არიელს დაგეხმაროთ რომ გადადგათ ნაბიჯები უშიშრად რომ გადადგათ ნაბიჯები აი ამას ვთხოვ და მჯერა რომ დაგეხმარებათ ჩემ გამომწერებს აქ იყოს ესე ცოტა რომ კარგით მეგობრებო მაშინ აი სულ დამეწვა თითები ხელები მე დაგემშვიდობებით უკვე აგე ბუმერანგი ნახეთ თქვენი ხელით და მომავალში აი როგორ არ უნდათ რომ თქვენ კარგად იყოთ და იმუშაოთ და წინ წახვიდეთ ცხოვრებაში და როგორ ჩაიარა აბა ეს დამწრობა რომ აქ ახლა მე აი ამის მაგივრობა როგორ ჩაიარა ვა ძალიან კარგია ნუ გაიას სულისქმედებით რა, აი გაძლიერდებით და ნამდვილად კარგად წავიდა, ფესვებს გაიდგავს მომავალი, გოგოებო, ბიჭებო და ნახეთ კიდე აი ტოტამნიე животные ეძახიან ანგელოზების აი ჩასახლებული მომაგრებული სულები, მეგობრები, აი ესე დაგეხმარებიან და გადადგავთ, გაძლიერდებით და გეუბნებათ ტარო, რომ აუცილებლად გადადგით ნაბიჯი, არ შეგეშინდეთ. ამინ, ძალიან კარგი. მე ამით გემშვიდობებით, ძალიან მიყვარხართ, მოიწონეთ ვიდეო და მომავალ შეხვედრამდე.